ადამიანების უმეტესობა კარგავს თავის დღეს გაღუწებიდან პირველ 20 წუთში, რადგან უბრალოდ კარგავენ კონტროლს, მასზე მაშინვე, როგორც კი თვალებს გაახელი. იმიტომ რომ გაღუზებიდან პირველი საათი არის სწორედ ის ერთადერთი მომენტი, როდესაც შეგიძლიათ განსაზღვროთ მისი მსვლელობა და მოიფიქროთ საერთოდ როგორ უნდა გაატაროთ ის. როდესაც საუბრობენ წარმატებული ადამიანების სტილის რაღაც რუტინებსა და რიტუალებზე, ჩვენ წარმოვიდგენთ ყინულის აბაზანებს, მედიტაციას, მადლიერების თხიურს, ავოკადოს ტოსტს. მაგრამ მე მგონია რომ ეს არის სპექტაკლი, რომელიც თქვენ უბრალოდ მოკიდეს სოციალებში და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ისტორია ფიზიოლოგიის შესახებ. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომელთა მხრებზეც დგას უზარმაზარი კომპანიები, ფინანსები, ბიუჯეტი, მათი პერსონალი და ზოგადად რთული გადაწყვეტილებები, მათი დილა საერთოდ სხვანაირად გამოიყურება. ხოლო რაც შეეხება ჩემს დილას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი დილა აბსოლუტურად განსხვავებულია და საერთოდ არ გავს იმ რჩევებს, რომლებსაც ჩვენ ნახულობთ ხოლმე ინტერნეტში. ამიტომ დღევანდელ ვიდეოში ჩვენ განვიხილავთ, რა ხდება გაღუწებიდან პირველ საათში და რატომ არის ის ასეთი განსაკუთრებული, რატომ ხდება სწორედ ამ პერიოდში დღისთვის სამყოფი ენერგიის ფორმირება, რა ქმედებები აძლიერებს და ასუსტებს კონცენტრაციას და ზოგადად რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ ამ ყველაფერს უშუალოდ უკვე ხვალინდელი დღიდან. არსებობს ერთი კანონზომიერება, რომელიც ხსნის, რატომ არის ადამიანების ერთი ჯგუფი შუადღისთვის უფრო პროდუქტიული, ხოლო მეორე ჯგუფი უკვე გადაღლილი და ძალაგამოცლილი. თითოეულ დღეს თქვენ ატარებთ ამ ორი რეჟიმიდან ერთ-ერთში. პირველი, რეაქციის რეჟიმი. როდესაც დილა იგრევე უკავშირდება შემომავალ ნაკადს, შეტყობინებები, წერილები, SMS-ები, ამოცანები, მოთხოვნები, ანუ როდესაც დღის წესრიგი ყალიბდება გარედან. მეორე, შექმნის რეჟიმი, როდესაც თქვენ განსაზღვრავთ რა არის თქვენთვის დღეს მთავარი და მხოლოდ ამის შემდეგ უკავშირდებით გარე ხმაურს. ორივე რეჟიმი მუშაობს, მაგრამ აქ არის ერთი განსხვავება. რეაქციის რეჟიმში ტვინი შედის ავტომატურად. ხოლო შექმნის რეჟიმში თქვენ უნდა შეხვიდეთ გააზრებულად. აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს არის არა ცალკე მდგომი ორი განსხვავებული ბანაკი, არამედ სრული სპექტრი. ვიღაცა მაგალითად სრულად იცავს პირველ საათს და არ უერთდება არანაირ შემომავალ ნაკადს, ხოლო ვიღაცა ისეთი ადამიანი როგორც ვარ მე, დილას იწყებს მონიტორინგით. კი, რა თქმა უნდა, მე ამას ძალიან მკაცრ საზღვრებში ვაქცევ, მაგრამ გაღუწებიდან დილას მაინც ვიწყებ სამუშაო ჩატის შემოწმებით, პოსტის შემოწმებით, უყურებ რა მოხდა მაშინ, როცა მეძინა, ასევე კონკრეტულ რეაგირებას ვახდენ და რაღაც გადაწყვეტილებებსაც ვიღებ. ალბათ ვერ თქვენგანს გაუგია ასეთი კატეგორიული რჩევა, დილას თუ დაიწყებ ტელეფონით, მას შენი ენერგია მიაქვს. ეს ისე არის ნათქვამი, თითქოს დილიდანვე დახედავ თუ არა ტელეფონის ეკრანს, ეგრევე შენი დღე გაფუჭდება. შესაძლოა რაღაც პარალელურ სამყაროში ეს შესაძლებელია, მაგრამ მე პირადად არ მსმენი არც ერთი წარმატებული ადამიანის შესახებ, რომელსაც აქვს დიდი კომპანია, დიდი ფინანსები, დიდი ბიუჯეტი, ყავს დიდი სტაფი, იღებს სერიოზულ გადაწყვეტილებებს და თავის თავს უფლება მისცეს გაღუწებიდან პირველი საათები არაფრის კეთებაში და არაფერზე ფიქრში გაატაროს. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. პრობლემა არის არა ტელეფონში, არამედ ყურადღების მართვაში. თუ თქვენ პროცესს ვერ აკონტროლებთ, ტელეფონი ნამდვილად წაიღებს დილას. მაგრამ თუ თქვენ მას იყენებთ გააზრებულად და გესმით, რატომ და რა დრო დაუთმოთ ამ პროცესს, სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებული იქნება. როგორ არის ეს ჩემს შემთხვევაში დალაგებული? ვიღვიძებ, ფარდებს გადავწევ, 10-15 წუთი დავუთმობ ტელეფონს, სადაც ვამოწმებ მეილს, სამუშაო ჩატს, ინსტაგრამს, პროცესი როგორ მიდის, რაც წინა დღით დაიწყო და ასე შემდეგ. მე პირადად არ შემიძლია ესე დავხატო სურათი, თითქოს გამორთული ვარ გარე სამყაროსგან და დავაიგნორო გარე ნაკადი. პასუხისმგებლობის საკმაოდ მაღალი დონე მაქვს აღებული და ჩემთვის მნიშვნელოვანია მესმოდეს, რა ხდებოდა იმ დროს, როდესაც მეძინა. მაგრამ რა არის ახლა აქ მნიშვნელოვანი? ჩემს შემთხვევაში ეს არის მართვადი კონტექსტი და არა საათობით უსარგებლო სკროლვა და თავით გადაშვება დაუსრულებელ კონტენტში. ჩემთვის ცოტა უცნაური იქნებოდა დღის დაწყება 1 საათიანი სირბილით, მაშინ როცა ნული წარმოდგენა მაქვს რა ხდება ჩემს მიმდინარე პროექტებში. სწორედ აქ იბადება მთავარი შეკითხვა: ვინ აკონტროლებს გადასვლას? თქვენ თუ გარემო? თუ თქვენ არ გაავლებთ რეაქციის საზღვრებს, გარემო ამას თქვენ მაგივრად გააკეთებს. და შემდეგ დღე გაგრძელება ინერციით. ყველა ადამიანს ეს პარამეტრი აქვს ინდივიდუალურად მოწყობილი. ვიღაცა დღეს იწყებს ცივი შხაპით, ვიღაცა იწყებს იოგათი. მაგალითად, ტიმ კუკს უყვარს დილით ადრე ადგომა და ის ამბობს, რომ დილა ეს არის დრო, რომლის კონტროლით შემიძლია. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ დღე დაიწყოს იქამდე, სანამ ჩაერთვება გარე ნაკადი. აქ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ეს არანაირად არ არის უნივერსალური შაბლონი. რომელიმე თქვენგანს ის არც ერთ ვარიანტში არ მოერგება. საუბარი არა იმაზე, რომ ვიღაცის დღის რეჟიმი დავაკოპიროთ, არამედ იმაზეა, რომ სწორად გავიგოთ, რა ფორმატში მუშაობს დღის პირველი საათი სწორედ თქვენთვის. გავაგრძელოთ. მეორე პუნქტი საკმარისად ბანალურად ჟღერს იმისათვის, რომ ამ ვიდეოში ჩამესვა.
მე მოგიყვებით, რას მივხვდი ჩემი პირადი გამოცდილებით. დილის მთავარი მოქმედება არის არა ცივი შხაპი, არა მადლიერების თხიური, არამედ ჩემთვის მთავარი რუტინა რეალურად კარგად გამოძინება. იმიტომ რომ თუ გამოუძინებელი ვარ, არაფერი არ იმუშავებს, არც კონცენტრაცია, არც ვარჯიში, არც შეხვედრები, არც გადაწყვეტილებები. თუ მე მივხვდი რომ გამოუძინებელი ვარ, ყველა ვარიანტში გადავდებ დაგეგმილ შეხვედრას. კი, რა თქმა უნდა, მომიწევს 100-ჯერ ბოდიშების მოხდა, მაგრამ უმჯობესია გადავდო, ბოდიში მოვიხადო, ვიდრე შეხვედრაზე ვიჯდე გაბრუებული და თავი მოვაჩვენო აუდიტორიას, თითქოს ძალიან პროდუქტიული ვარ. ამასთან მე თითქმის არ ვიყენებ მაღუზარას, მხოლოდ განსაკუთრებულ ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც მაგალითად დაგეგმილი მაქვს რეისი სადმე. სხვა შემთხვევაში ვიღუძებ მაშინ, როცა ვიღუძებ ერთი რამ ვიცი ზუსტად, თუ ჩემი ორგანიზმის სიგნალს მაძლევს, რომ ძილია საჭიროება, ესე იგი ეს ტყუილად არ ხდება და 100%-იანი მჭირდება გამოძინება. იმიტომ რომ უძილობა არის ჩათვალეთ კრედიტი. თქვენ იღებთ ორგანიზმისგან ენერგიას ახლა, რომელსაც გადაიხდით მოგვიანებით. გადახდა კი შემდეგნაირია: გაუარესებული ფოკუსი, ნაკლები ენერგია, მეტი დაძაბულობა, სუსტი თვითკონტროლი, არეული კვება, ნერვული სისტემის მდგომარეობა არის ფუნდამენტი. თუ თქვენ დღეს იწყებთ დაღლილი, არანაირი ტექნიკა არ გიშველით. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ნებისყოფის ჩართვაც, ერთი დღე, ორი დღე, შეიძლება კვირაც, მაგრამ ადრე თუ გვიან უბრალოდ დაიშლებთ და ეს დიდხანს არ იმუშავებს. მე ნამდვილად კარგად მესმის, რომ ბევრ თქვენგანს აქვს ფიქსირებული სამუშაო გრაფიკი და ყოველთვის ვერ გაიღუძებთ მაშინ, როცა ეს ორგანიზმს მოუნდება. ამ შემთხვევაში ერთადერთი მუშა ვარიანტია განსაზღვროთ დაძინების რეგულარული დრო. იმიტომ რომ თუ თქვენ იძინებთ დაახლოებით ერთი და იგივე დროს, ორგანიზმი თანდათან ადაპტირდება და მალე თქვენ გაღუძება შეძლებთ მაღუზარის გარეშეც. ამიტომ ჩემთვის თავარი პრინციპია არ მოვერგო რაიმე გატრენდულ გრაფიკს და არ გავიღუძო დილის 6 საათზე მხოლოდ იმიტომ რომ ასე ვიღაც წარმატებული ადამიანები აკეთებენ. არამედ მოусმინო საკუთარ ორგანიზმს, რომელმაც ჩემზე უკეთესად იცის რა ხანგრძლივობის ძილი მესაჭიროება. შესაბამისად, ყველაზე ნაკლებად დაფასებული დილის მოქმედება არის თავს მისცე გაღუძების უფლება მაშინ, როცა ნამდვილად გამოიძინე. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის უბრალოდ დამატებითი პარამეტრი. გავაგრძელოთ. შემდეგ პუნქტს ბევრი თქვენგანი ასრულებს ინტუიტიურად და საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, თუ რამდენად ეხმარება ის ტვინს, რომ დილის საათებში სწორად დაალაგდეს. მე უკვე ვახსენე, რომ გაღუძებისას ვწევ ფარდებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დილიდანვე გავიდე გარეთ, ქუჩაში, ან მინიმუმ ფანჯარასთან მაინც დავდგე. როდესაც დილის შუქი ეცემა თვალის ბადურაზე, არა შუშის გავლით, არამედ პირდაპირ ტვინი იღებს სიგნალს, რომ ღამე დასრულდა და დროა ჩაერთოს. მელატონინი, რომელიც თქვენს ტვინს დილის რეჟიმში აკავებდა, ნელ-ნელა ქრება. ხნეობა იზრდება, არა იმიტომ რომ გამოიძინეთ, არამედ სხეულმა მიიღო კონკრეტული ბრძანება გარე სამყაროსგან. ბინაში ან ოფისში ჩვეულებრივი განათება დაახლოებით არის სიკაშკაშის ერთეული 200-დან 300 ლუქსამდე. ხოლო დილით ქუჩაში არსებული განათება დღისით უთანაბრდება 10,000 და ზემოთაც. საკმარისი 10-15 წუთი გაატაროთ გარეთ და საერთოდ არ არის აუცილებელი, რომ პირდაპირ მზეს უყუროთ, რომელიც შეიძლება სადღაც ღრუბლების მიღმა იმალებოდეს. ეს შეიძლება იყოს მსუბუქი გასეირნება, ან აივანზე მიირთვათ ყავა, ჩაი. ეფექტი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება. გავაგრძელოთ. არსებობს იდეალური დილის პოპულარული წარმოდგენები. გაღუძება 6 საათზე, ყინული საბაზანები, მედიტაცია, ავოკადოს ტოსტი, რთული გადაწყვეტილებების მიღება დღის პირველ საათებში და ზოგადად 9 საათამდე მთელი დღის მოსწრება. ვიღაცისთვის ეს ნამდვილად შეიძლება გამოსადეგი იყოს, მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც წლებია ასე ცხოვრობენ და თავს არაჩვეულებრივად გრძნობენ. საკუთარ თავს შევატყო შემდეგი რაღაც, მე ჩემს თავს და არც სხეულს დღის პირველ საათებში არ ვტვირთავ რთული გადაწყვეტილებებით. მაგალითად, თავიდან ვირიდებ რთულ შეხვედრებს, კრიტიკულ ზარებს, მძიმე გადაწყვეტილებებს. არა იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას გაურბივარ, არამედ იმიტომ, რომ ტვინს სჭირდება დრო, რომ სრულად ჩაირთოს. ჩემ შემთხვევაში დილა არის კარი, საიდანაც იწყება დღე და არა მაქსიმალური დატვირთვის წერტილი. მე მქონია პერიოდები, როდესაც ვცდილობდი მეცხოვრა სხვანაირად. მას შემდეგ, რაც ბიზნესში გარკვეული წარუმატებელი ნაბიჯები გადავდგი, ვცდილობდი მის კომპენსირებას თვით დისციპლინით. ფიქრობდი, რომ თუ გადავალ იდეალურ რეჟიმზე, დილით ადრე გავიღვიძებ, დავიცავ კვებას, ვივარჯიშებ რეგულარულად, ამით ჩემ თავს ხელახლა ავაწყო. და რაღაც პერიოდი ეს ნამდვილად იძლევა კონტროლის შეგრძნებას, დილით ადრე იღვიძებ, კვებას იცავ, რეგულარულად ვარჯიშობ, ყველაფერს სწორად აკეთებ, მაგრამ გულწრფელად რო თქვა, ჩემს შემთხვევაში ეს იყო რაღაც ჰიპერკომპენსაცია, ანუ მცდელობა, რომ შინაგანი დაძაბულობა რაიმე ფორმით გადამეფარა გარე დისციპლინით. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი სისტემა დგას ნებისყოფაზე, ხოლო ნებისყოფა არის ამოწურვადი რესურსი. შეგიძლია ასეთი რეჟიმი გაკაჩო ერთი კვირა, თვე, ხანდახან უფრო დიდ ხანსაც, მაგრამ თუ ის არ ემთხვევა შენს რეალურ ფიზიოლოგიას და დატვირთვას, ადრე თუ გვიან ბზარები გაგიჩნდება. რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ვცდილობდი მეცხოვრე ილუზიებით და არა ისე, როგორც მე მინდოდა.
ამიტომ უარი ვთქვი იდეალურ დილაზე, არა იმიტომ რომ დისციპლინა ცუდია, არამედ დისციპლინამ უნდა იმუშაოს დიდხანს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიმტკიცე და რიტმი, რომელსაც შევინარჩუნებ წლები და არა რეჟიმი, რომელიც გვერდიდან უბრალოდ ლამაზად ჩანს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ იღებთ, ყველაზე წვრილმანიც კი მოიხმარს კოგნიტურ რესურსს. რა ჩავიცვარავ, ჭამო, ახლა უპასუხო მესიჯს თუ მოგვიანებით. ცალკეულად რომ შეხედოთ, თითოეული ეს გადაწყვეტილება შეიძლება მოგეჩვენოთ უმნიშვნელოდ, მაგრამ მათ აქვთ დაგროვებითი თვისება. რაც უფრო ბევრი ასეთი მიკრო გადაწყვეტილება მიიღეთ დღის საათებში, ყოველი მომდევნო გადაწყვეტილების ხარისხი უფრო და უფრო უარესდება. სწორედ ამიტომ დიდი კომპანიის მმართველები და მსხვილი ინვესტორები შეგნებულად იშორებენ თავიდან ნებისმიერ არჩევანს დღის პირველ საათებში. ერთი და იგივე ტანსაცმელი, ერთი და იგივე საუზმე, არანაირი ზარი კონკრეტულ საათამდე. არა იმიტომ რომ ისინი მინიმალიზმს აწვევიან, არამედ მათ ესმით რომ დილა არ არის წვრილმანი ამოცანების დამუშავების დრო. ეს არის ერთი მთავარი გადაწყვეტილების ან მოქმედების პერიოდი. მარკ ცუკერბერგმა ახსნა, რომ ის ატარებს ერთნაირ რუხი ფერის მაისურებს არა სტილის გამო. მას სურს, რომ შეამციროს ყოფითი გადაწყვეტილებების რაოდენობა და ენერგია დაუთმოს გაცილებით მნიშვნელოვან საკითხებს. ზუსტად იგივე ეხება ცოცხალ საუბარსაც. კოლეგა რაიმე შეკითხვით, პარტნიორი თხოვნით, ვიღაცა რაღაცა თავისი პრობლემით. ყოველი ასეთი კონტაქტი დღის პირველივე საათებში გადაგრთავთ რეაქციის რეჟიმზე. იმაზე ადრე ვიდრე თქვენ მოასწრებთ საკუთარი დღის პროგრამის ფორმირებას. მაგალითად, მე ყოველდღე მაქვს ერთი და იგივე საუზმე, ქათმის ხორცი, ბოსტნეული და ხილი. და ეს საკითხი ჩემთვის სამუდამოდ დახურულია. იგივე ეხება ჩემს კარიერულ საქმეებსაც. მე ზუსტად ვიცი, რომელ საათზე ვიღუძებ და ჩემი პირველი შეხვედრა ჩანიშნულია 10:30 გამონაკლისის გარეშე. ამიტომაც მე არ მჭირდება ყოველდღე გადავწყვიტო, რითი უნდა დავიწყო დღე. ეს უკვე გადაწყვეტილია. პრინციპი აქ არის მარტივი. გადაწყვეტილებების მისაღებად თქვენ ყოველთვის გეკნებათ რესურსი. საუბარია იმაზე, პირველი რაზე დახარჯავთ მას. თუ პირველ 2 საათს თქვენ დახარჯავთ მიკრო გადაწყვეტილებებზე და უცხო ადამიანების მოთხოვნებზე პასუხის გასაცემად, როდესაც საქმე მივა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, სავარაუდოდ თქვენ ამის რესურსი უკვე აღარ შეგრჩებათ. პრაქტიკაში ეს გამოიყურება ასე. წინა დღით საღამოს თქვენ მოაგვარებთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რის მოგვარებაც წინასწარ შეიძლება. ტანსაცმელის საუზმე ხვალინდელი გადაადგილების მარშრუტი, გრაფიკი და დილით ეს თემები უბრალოდ აღარ იარსებებს. და პირველ საათს დახარჯავთ სწორედ იმაზე, რაც რეალურად განსაზღვრავს თქვენი დღის მსვლელობას. მას შემდეგ, რაც თქვენი რესურსი დაცულია, უკვე დრო დგება მისი გამოყენების. და რა არის ახლა დასკვნა? საქმე იმაშია, რომ არანაირი იდეალური დილა არ არსებობს. საქმე იმაშია, რომ სხვა ადამიანების განრიგის კოპირება, რომელიც თქვენ ნახეთ რომელიმე სოციალურ ქსელში, ყველანაირ რაციონალურ აზრს მოკლებულია. იმიტომ რომ ეს არ არის პანაცეა. ჩვენ ადამიანები ყველანი ერთმანეთისგან ვართ განსხვავებულები. მნიშვნელოვანი არა გავიმეოროთ სხვისი დღის რეჟიმი, არამედ გავტესტოთ საკუთარ თავზე რა იძლევა რეალურად ღირებულ შედეგს. ამასთან არსებობს საბაზისო პრინციპები, რომლებიც არ ექვემდებარება არც გემოვნებას და არც არჩევანს. დღე უნდა მოარგოთ მოქმედებებს, რომელთა მიღმაც დგას ფიზიოლოგიური მიზეზები. ეს მიზეზები კი რეალურად გავლენას ახდენს თქვენს მდგომარეობაზე და თქვენი ყურადღების ხარისხზე. საქმე იმაში არ არის თქვენ ადრე იღვიძებთ თუ გვიან, არამედ საუბარია იმაზე, რა ხდება ამ დროს და გაწყობთ თუ არა თქვენ ეს სცენარი. ადამიანების უმეტესობას არასოდეს დაუსვამს საკუთარი თავისთვის ეს შეკითხვა და დღეც იწყებოდა მის გარეშე. ასე გადიოდა დღეები, კვირები, თვეები, წლები, დილიდანვე რეაქციის რეჟიმში. ახლა კი უკვე იცით ეს პრინციპები როგორ მუშაობს და დანარჩენი უკვე თქვენი არჩევანია. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება, კომენტარის დატოვება, რომლებსაც აუცილებლად წავიკითხავ და ჩვენ შევხვდებით ჩვენს შემდეგ ვიდეოებში. სულ ეს იყო. აბა კარგად.